აი წარმოიდგინეთ, ადამიანი, რომელსაც ქრისტე არ აწამს, ქრისტეს ღმერთობა არ აწამს. ჩვენი გადასაწყვეტი რო იყოს, მაგალითად, რომ ამ ადამიანს რა უშველოთ, ერთადერთია, მას უნდა ღვთის რწმენა მიეცეს. ღმერთო მიეცი რა რწმენა, გევედრები, მიეცი რწმენის ნიჭი. მე ხშირად მივეუბნები ხოლმე ადამიანებს, ჩემთან რომ მოდიან, რომ შენ თუ ქრისტეს ღმერთობის რწმენა არ აქვს, ჩვენი კომუნიკაციას აზრი არ აქვს. ვერაფრით ვერ დაგეხმარები. შენ თუ ქრისტეს ღმერთობა არ გწამს. ჩვენს ურთიერთობას უბრალოდ აზრი არ აქვს რა და დროის კარგვაა მხოლოდ. შენ უნდა ეს რწმენა მოგენიჭოს. მაგრამ როდესაც ადამიანს აქვს ქრისტეს ღმერთობის რწმენა, მიეცა ეს რწმენა ნიჭის სახით. და ამ რწმენის შესაბამისად არ ცხოვრობს. ან უცხოვრია და მერე შეწყვიტა და გულგრილი გახდა. აი აქ რა უნდა ქნა? აი რა რჩევას მისცემდი ადამიანს? ნახეთ რა უცნაური დილემაა. ერთია რომ არ აწამს ადამიანს ქრისტეს ღმერთობა და ვიტყვის არ ამწამს კაცო ღმერთმა ეს ნიჭი არ მომცა და არ შეეხო ჯერ ჩემ გულს და სხვა საკითხია ღმერთს მივანდოთ ესეთი ადამიანი რა ხდება მის გულში, მაგრამ იმას ვისაც წამს ქრისტეს ღმერთობის და ამ რწმენის შესაბამისად თუ არ ცხოვრობს, მაშინ რა უნდა გავაკეთოთ? როგორ უნდა დავეხმაროთ ამ ღმერთი როგორ უნდა დაეხმაროს ამ ადამიანს? აი ადამიანს რა უნდა გაუკეთოს ღმერთმა ადამიანს, რომელსაც ქრისტეს ღმერთობის წამს, მაგრამ ამ რწმენის შესაბამისად არ ცხოვრობს და მორჩა, იმიტომ რომ იცხოვრებს თუ არ იცხოვრებს, რწმენას ღმერთი გაძლევს. ნიჭებსაც, მადსაც, მაგრამ შენ მერე იცხოვრებ თუ არ იცხოვრებ, შენი პიროვნული გადასაწყვეტია და არ ცხოვრობს ადამიანი. რა უნდა ქნას ღმერთმა? ხო და აი აქ არის სწორედ, ამიტომაც მწუხარებს ღმერთი ხშირად აი ჩვენი სიბრმავის გამო, იმიტომ რომ მოგვეცა და არ ცხოვრობ.